მოგესალმებით, მე ვარ სტაილექსი, ეს კი ჩემი შემდეგ ვიდეოა, რომელშიც მინდოდა მინახებინა თქვენთვის და მეჩვენებინა თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ბოტები, რომლებიც ანუ 1000-მასიანები, რომლებიც მოდიან თქვენსკენ აგარიოს თამაშის დროს. პირველი არის რაც დაგჭირდება არის ნოუთპადი, გადმოვიდივართ ბოლო ლინკზე. ცოტა მოხალისות ისხდით, ტაბლა ეწერება ყველაფერი description-ში, ვიდეოს ტაბლა. აი აქ download რო აწერია ამას დააჭერთ და გადმოიწერთ notepad-ს. შემდეგი პროგრამა არის Tempermonkey, ეს არის Chrome-ისთვის. აუცილებლად როცა ბოტების ჩაგდება მოგვინდება, უნდა გამოვიყენოთ Chrome-ი. მე უკვე ჩაგდებული მაქვს ხა და აი მარჯვნივ რო არის რაღაც შავი ნიშანი, აი ეგ დაიხატება, აი add to Chrome უკვე აწერია. აი ესე გამოიყურება. ეხლა ეს დავუკეთოთ და კიდე შემდეგი არის ეს არის Node.js. რაც უნდა გადმოვიწერეთ. თუ 64 ბიტიანი გაქვთ, 64-იან ბიტის ლინკს დავდებთ და თუ არა და ჩვეულებრივი. დააჭერთ და მაშინ დაიწყებს გადმოწერას. აი ეგერ მე გადმოწერილი მაქვს და ეხლა გავაჩერებ გადმოწერას, იმიტომ რომ ამჭირდება. შემდეგ რაც ხდება გავაკეთოთ. ახლა უნდა განმოვწეროთ თვითონ ბოტები. აი აქ ბოტს, ანუ ტაბლა იქნება ბოტები ეწერება, იმას დააჭერთ, გამოხვალთ Mediafire-ის ლინკზე. და ჩვეულებრივად გადმოიწერთ. მე ესეც გადმოწერილი მაქვს და გამზადებული მაქვს, ამიტომაც გადმოწერას აღარ დავიწყებ ყოლი. ან კიდე გადმოვწეროთ მაინც და განახებთ ზუსტად ნაბიჯ როგორ კეთდება ყველაფერი. აი ხა გადმოიწერს, ეს დავუკეთოთ, რეკლამა გაიხსნა. როგორც გადმოიწერს, ჩვენ ამის იგი დაგვჭირდება დესკტოპზე გადმოტანა. ამიტომაც ჯერ დავაპატარავებთ Chrome-ს. დავუკეთებთ რომ იმას ყველაფერს უკვე რაც აღარ გვჭირდება. ხო, ეხლა ჩვენ რო ჩავაგდეთ Tempermonkey Chrome-ისთვის extension-ია, იქ მარჯვნივ დავაწევით იმ ნიშანს და add new script, როგორც ეხლა გავაკეთე. აი ეს რაღაცები იქნება დაწერილი, ეს ყველაფერი უნდა მოვნიშნოთ და წავშალოთ. აი ესე. ხო, ეხლა კიდე დაგვჭირდება ამ ჩვენი ფაილის გადმოტანა, რაც გადმოვიწერეთ Chrome-ს დავაპატარავებთ. და desktop-ზე გადმოვაგდით. ანდა მე უკვე მაქვს ისე desktop-ზე ეს. საჭირო იქნება ამის დაექსტრაქტება, ანუ გადმოტანა იმაზე, desktop-ზე უკვე დაექსტრაქტებული. აი ესე გადმოვიტანთ. უკვე მაქვს და მაგიტომ ჩემს დავიწყავშალოთ. აი ეგერ მაქვს მაღლა. ეხლა გავხსნათ თვითონ ეს ფაილი. აი ეს და user script წერტილი.js რო წერია, მაგას ჩვეულებრივად ჩავკიდებთ და გადმოვიტანთ აი აქ Tempermonkey script-ზე იმ ადგილზე, სადაც დავშალეთ. შემდეგ მივიტანთ, შემდეგ მაუსს დავწიო, მაუსს მივიტანთ აქ, დავაწვევით ამას და შეინახავს ამ ყველაფერს. აი ესეთი ნიშანი გამოვა fullbots version 2. მეორე ვერსია, აი ერთი მაქვს ერთ წავშლი, ან თქვენ მარტო ერთი გამოგიჩნდებათ ასე ჩვეულებრივად. ეხლა დაგჭირდება ჩვენ აგარიოში გადასვლა. დავაი გადავდივართ აგარიოში. აი download-ს მოხდება. ანუ აი როგორც ხედავთ მარცხნივ მაღლა დაიხატა აქ bots offline, move to mouse და ეგ stop moment. ეგენი არის ეს თვითონ ბოტების დახვარი რაღაცები, ჩვენ გვჭირდება აი ეს UUID აქ რო წერია. მის შეცვლა არ შეგვიძლია, ეს უნდა დავაკოპიროთ უბრალოდ. დავაკოპიროთ. და გადმოვიდეთ ისევ ჩვენ ფაილში. ამ ფაილში ეხლა უნდა შევიდეთ fullbots.gh-ში და ეს config ფაილი რო გვაქვს, ის უნდა გავხსნათ notepad-ით, მაგრამ მე notepad-ის მანგრევად სხვა პროგრამას ვიყენებ, ეს პრობლემა არ არის, ნებისმიერი ტექსტის ედიტორით შეიძლება ამის გაკეთება. ანუ ეგ გახსნილი მქონდა რაღაც ამას დავუკეტავთ და აი ამ config.js-ს უბრალოდ გადმოვიტანთ ან notepad-ში ან ნებისმიერ ტექსტის ედიტორში. აქ დავინახავთ config client UUID. აი ამის გვერდზე წერია ციფრები ბჭყალებში, ანუ ბჭყალებს დავტოვებთ და მხოლოდ რიცხვებს მოვნიშნავთ. რიცხვებს რომ მოვნიშნავთ, შემდეგ paste-ს მივცემთ და ჩავსავთ ჩვენს UUID-ს. შემდეგ ამ ფაილს უბრალოდ შევინახავთ, save-ს დავაწვევით. აი ესე ფაილი შენახულია. ეხლა ჩვენ ამ ყველაფერისთვის დაგჭირდება ცარიელი სერვერები, ოღონდ აგარიოს სერვერები არა, ესეც ცარიელი ჩვეულებრივი. ამისთვის გადავდივართ ბრაუზერში. აი ამ ლინკზე დაბლა დავაწერ. აი websox24.blogspot.com. აი ამაზე, ანუ description-ში კარგად დავუკვირდით, არაგერიოს ერთმანეთში. აქ რო შემოხვალთ, აი პირველი რაც იქნება დაწერილი websox 5 servers, ანუ 5 სერვერი,
მაგას დავაწვევით, უბრალოდ ჩვეულებრივად. ფრჩხილებში აზრი არ აქვს, რა რიცხვი ეწერება 300 თუ სხვა რამე. ეხლა როგორც აწერია, ამ წითელ იმაში IP-ები რო წერია, ამას ყველაფერს მოვნიშნავთ. Ctrl copy. ო, აი ესე. ბარემ ასაც გაჩვენებთ და გადავალთ ეხა ისევე ან ჩვენ ფაილში. ჩვენ ფაილში აქ proxy ტექსტი რო არის, proxy-ის ტექსტი. მაგას გავხსნით ჩვეულებრივად notepad-ში. სულ დაბლა მივიტანთ mouse და იქ უბრალოდ ჩავაპეისტებთ ამ ყველაფერს, რაც დავაკოპირეთ. ეხა ამ ფაილს ჩვეულებრივად აი ესე დავაპეისტებთ. ამ ყველაფერს ეხა ჩვეულებრივად შევინახავთ ისევე როგორც წინაზე ვქენით. შემდეგ დაგვჭირდება უკან გამოსვლა და იმ პროქსის გახსნა თავიდან რო იყო პირველი პროქსი, ანუ სანამ შეხვიდოდი პირველ ფაილში. აქ სულ დაბლა უნდა ჩამოვიდეთ, რაც კი არის სულ დაბლა და ისევ დავაპეისტოთ ის IP-ები, რაც დავაკოპირეთ. ამ ფაილსაც შევინახავთ ჩვეულებრივად და დავკეტავთ ამას. როცა ეს ყველაფერი მოვჩით, გადავალთ ჩვენ ბრაუზერში Chrome-ში ისევ დავკეტავთ ამ ტაბებს, რაც იყო, Agarios-ად დავკეტავთ და შევალთ Agarios-ში თავიდან, ანუ რო დაარეფრეშდეთ. ან შეგიძლიათ პირდაპირ იქიდანვე დაარეფრეშოთ. ანუ შევალთ Agarios-ში. ის დავკეტოთ. აიგერ, ეს ახალი აკაუნტი მაქვს, ლეველს არ მიაქციოთ ყურადღება. და აწერია ისევ რომ არის გამორთული. ეხლა ყველაფერი უკვე მზად არის, ეხლა უბრალოდ საქმეა როგორ ჩავრთოთ ეს. საჭიროა შევიდეთ party-ში, იმიტომ ბოტები მარტო party-ში მოქმედებენ. ნუ აქ რა ვიცი, ცოტა სეტინგებს გავასწორებ, როგორ გალაგოს. ასე. ახალი ბატერია, ეხლა უბრალოდ შედით ბრძოლაში, რომ უბრალოდ ტოპი ეწეროს მარჯვნივ ისე და რა ვიცი, შეაჭამეთ ვინმე თავი უცბად. აი ესე. ხო, ეხლა დაგჭირდებათ, რომ ჩართოთ უკვე ეს ფოტოები, გავხსნით ფაილს, შევალთ fullbots.gaz-ზე, აი ამ ფაილში, არაგერლეთ სხვაში არ შევხვიდეთ და დაბლა, ან გავუწევთ ახლა. დაბლა დაინახავთ აიგერ start.bat, ანუ ან ჩვეულებრივად start, თუ Windows 7 გაქვთ ამბო. და დააჭერთ მაგ ფაილს. გაიხსნება ასეთი ორი ფანჯარა, რომელსაც უნდა დაველოდოთ. და ანუ ეწერება ეხა იქ ბოტების IP-ები და ასე ბევრი რაღაცეები ჩავმა დაბლა. ეხა რა მგონია ჩემთან გაიხსნას. აი ესეთ რაღაცები დაიწერება. არ მგონია გაიხსნას, იმიტომ ჩაწერისას რავი, ბანკამით ჩაწერის ბოტები რატომღაც არ იწვება ხოლმე. ანუ ჩვენ თქვა როცა ჩართავთ, არ ჩაიწერავთ, როცა ჩართავთ და ჩვეულებრივად ჩაირთვება ბოტები. მაღლა რო აწერია იქ Agarios-ში offline, იქ დაიწერება ბოტების რაოდენობა. ოღონ როცა ჩართავთ, ცოტა ხანი უნდა დაელოდოთ ჯერ. და თუ აი cmd რო არის დაბლა გახსნილი ეს ორი ფაილი, იქ თუ დაეწერა error ან socket რაღაც file change, მაგ შემთხვევაში უბრალოდ ახალიდან ჩართეთ და აუცილებლად იზავს. ეს იყო Styrex-ი. იმედია გასწავლეთ და გამოგადექით. მე კი გემშვიდობებით და გნახავთ შემდეგ ვიდეოში. თუ ვიდეო მოგეწონათ, დასვით ლაიკი და გამოიწერეთ არხი.